თეატრში მოსალოდნელი ცვლილებები ქართულ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ბრუნდება. კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ნუკრი ქანთარეა. ცვლილებების მიხედვით თეატრს ორი მმართველი ეყოლება სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. დაგეგმილია მთავარი რეჟისორის პოსტის აღდგენაც. პროექტი დეპუტატებმა უახლოეს დღეებში უნდა განიხილონ. გახდება თუ არა რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში გაირკვევა. მას შემდეგ რაც თეატრების შესახებ კანონში ცვლილებები დამტკიცდება. ამჯერად სტურუა რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობაზეა. კულტურის მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ნუკრი ქანთარია თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაბრუნების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, თეატრის შემოქმედებითი კუთხით სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა მართოს. მენეჯმენტი და ფინანსური საკითხები კი დირექტორის პრეროგატივა. საქმე მაშინ გახდათ, რომ იყო კანონი 2006 წელს მიღებული სახელმწიფო თეატრების შესახებ. საკმაოდ ნაჩქარებად მიღებული და იქ იყო, რომ მმართველის ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო, რომელიც შემდეგ დაქვემდებარებული იქნებოდა ფაქტიურად ნაციონალების მიერ. უწინ კარგი დრო, როდესაც იყო და კარგი ხანა ქონდა რუსთაველის თეატრს, იყო ასეთნაირად თეატრს ყავდა დირექტორი, რომელიც განაგებდა ფინანსურ და ტექნიკურ მხარეს და ყავდა სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც უშუალოდ ეხებოდა მხატვრული მხარე. რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი გრიბოედოვის თეატრში ორ თანამდებობაზეა. ის ერთდროულად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც არის და დირექტორიც. მიიჩნევს, რომ დირექტორობა მისთვის ზედმეტი ტვირთია და კანონში ცვლილებების შემთხვევაში ამ თანამდებობას სიამოვნებით დათმობს. რა თქმა უნდა, სამხატვრო ხელმძღვანელი დავჩები, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ფუნქცია, ეს ვიცი, ეს მეხერხება და ესაა ჩემი პროფესია. შეიძლება შეიცვალოს აქცენტები, ანუ თუ დღეს არის მმართველი ხელმძღვანელი, შეიძლება სამხატვრო ხელმძღვანელი გახდეს, მაგრამ ეს ყველაფერი თვითონ თეატრის მოღვაწეთა, პროფესიონალთა გადასაწყვეტია. კულტურის სამინისტროსთან საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლის წევრებიც თეატრალურ დასებთან მოლაპარაკების შედეგად შეირჩევიან. თბილისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები სწორედ ამ საბჭოს ინიციატივით დაენიშნებიან. რეგიონებში კი გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მიიღებენ.